მეოთხე წელი ხდება რაც აქ ვცხოვრობ. ვირუსის მატარებელი ვარ, ანუ C ჰეპატიტის მატარებელი ვარ, უკვე მე-15 წელია. ისე მოხდა რომ სახლი ჩავდეთ ბანკში. ბანკმა წაიღო სახლი. აღმოჩნდი აქ. ეს არის ყოფილი კარდიოლოგიური კლინიკა, რომელიც იყო ნაგვით სავსე გაპარტახებული, არანაირი, ესე იგი კომუნიკაცია არანაირი, არც წყალია, არც დენი, კანალიზაცია დღემდის სარდაფი წყლით არის სავსე. თითქმის 123 ოჯახი ვარ. დევნილი ყავს რამოდენიმე ოჯახი. ჯანმრთელობის იმით და გაყიდა თითქმის ყველამ, გაყიდა რა, ხო, გაყიდეს ნახევარზე მეტმა. არის პატიმარი ყავდათ სახლში და საპროცესო გარიგების გამოც ყავს ერთი ესეთი ოჯახიც. ეკონომიკის სამისოს გატანილი ქონია აუქციონზე ეშენება, მაგრამ მყიდველი არა ყავთ, მაგრამ რომც იყოს მყიდველი ჩვენ რა უნდა გვყო. არანაირი ალტერნატიულ ფართს არ გვთავაზობენ. იყო შემოთავაზება რაღაც სამთვიანი ქირების. და ვცხოვრობ ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. სოციალურიც არ მაქვს. აქ არ შეიძლება, ანუ მაისის კანონით არ შეიძლება რომ აქ სოციალური დავინიშნოთ. ეს კაკაჩიას ბრძანებით. არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც ამდენი უსახკარო არის, ბრძოლობენ სკამების გულისთვის იბრძვიან და იმაშვებიან. იქნება აი ამ პატარა ბავშვებს, ჩვენი ის უკვე დამთავრებული არის, ხო, როცა იქნება, რაც იქნება, всё, გავლიეთ ჩვენი წუთისოფელი. ჩვენ იმდენი ბავშვი ყავს კორპუსში, რომ იქნება ამ ბავშვების მომავალზე მაინც იზრუნოს სახელმწიფო.